სახელითა მამისათა, დadzისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი, არც და იყოს. ყველას დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით მოგესალმებით ყველას და ესეთი საშუალებით, ესეთი ფორმით გამოხატულება და წარმოჩენა ჩემი თავისა მაიძულეს წელიწად ნახევარზე მეტია, წელიწადი და 6 თვეა ვიბრძვი, მაიძულეს ამ ეგრეთ წოდებულმა მოძღვრებმა, მაიძულეს მის დაქვემდებარებაში მყოფმა, არ ვიცი რა ვუწოდო, ვითომ საპატრიარქოში თუ საპატრიარქოში მოღვაწე მოძღვრებმა და იმედია ამ ყველაფერში მე ჩემი აზრი და მოსაზრება მაქვს, მაგრამ პატრიარქი გარეული არ არის. თუმცა ბევრი რამ ვიცი, რომ მან ყველაფერი იცის. გამოჩნდება აქ ამის შემდეგ მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, ერის ქვეყნის როგორც მოძღვარს, მეუფეს, უფალს, მეფეს, ფსალმუში როგორც წერია და ერის მამას. აქ როგორც დიდი რეიტინგის მქონე პიროვნებას, ეკლესიას, დიდება ჩვენ ერთიან ზეციერ და მიწიერ დედა ეკლესიას, ქართულ მართლმადიდებულ დედა ეკლესიას და პატრიარქს დიდი პატივისცემით, დიდი მოკრძალებით მე იძულებული ვარ, ჩემო პატრიარქო, მე ესე გადმოგცეთ, რადგან ვინაიდან და რადგანაც მე ვერ მოვაწვიდე თქვენამდე ხმა, ისე იგი მაინც და მაინც ისეთი პატრონინა მყოლოდა, ან ისე უნდა მომექმედებინა თავიდანვე, რომ მე ცადა დედამიწა უნდა შემერყია თურმე, რომ თქვენ ხმა ამოგეღოთ შიშის გამო, რომ ეს ყველაფერი გაგეჩერებინათ ან შეგეჩერებინათ, ან არა და ყველას მიეზღოთ და მიგეზღოთ თქვენი წილისამებრ ვინც რა გააკეთა, რადგან ჩემი სურვილი, ნება სურვილი არ არის, არ იყო და არც არის მათი მიზნების განხორციელება. ჩემი პიროვნული არჩევანი, ეს ჩემი არჩევანია, როგორც ღვთისგამბოძებული, მე ვარ პასუხისმგებელი ერისა და ქვეყნის და ჩემი სულის წინაშე, რას და როგორ გავაკეთებ. ამიტომ თუ თქვენი ქადაგებები, თქვენი უწმინდესობა და ყველა მღვდელმთავრიდან დაწყებული, ერის და ბერით დამთავრებული, ნიშნავს იმას, რომ რასაც ქადაგებთ, სწორედ ქადაგებთ, იმას ასწავლით და გულწრფელები ხართ, თქვენ მოგიწევთ ჩემი მოსმენა. ბევრი აზრი წამოვა, ზოგი უარყოფითი, ტალახი, ცილის წამება, მაგრამ ამის არ მეშინია, რადგანაც იესო ქრისტეს ვერ გაუგეს და ისეთ დიდ წმინდანებს, ვინც საკუთარ ერის და ქვეყნის მოქალაქენი ქოლავდნენ და არ იღებდნენ არასოდეს უმეტეს შემთხვევაში და მე ვინა ვარ მათთან შედარებით, რომ მე ვერ გამიგოთ და ვერ შეისმინოთ. ეს კეთდება ვისაც არ ესმის, არა მათთვის, თუნდაც რაღაცა ინფორმაციის დონეზე მე ვაწვდი, არ იყვნენ დამონებულები, იყვნენ შეიარაღებული და გაფრთხილებულები, რადგანაც თუ კი შეიარაღებული ხარ, იქ თავდასხმას და დაცვაც უკვე ადვილად შეგიძლია ინფორმაციის დონეზე. ამიტომ მე ამ სიკეთეს თუნდაც ბევრ მტერს ვიმეტებ უფრო, ვიმტერებ, ვაკეთებ იმ ქალწული გოგოების პირველ რიგში იმათვის, ვინც მხოლოდ ზღაპრების დონეზე გონიათ ბიბლია და მოძღვრებთან ურთიერთობა და სითბო და სიყვარული. ეს აუცილებელია. შუამავალია ქრისტეს ხატი უნდა იყოს ყველა მოძღვარი, ქრისტე უნდა გახდეს და ყველა ქალი განხთოებული დედოფალი უნდა გახდეს
ზეციერ საუფლოში. არა ხორციელი გასვლის მერე, არამედ აქვე სიცოცხლეშივე, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ძალიან ბევრი უკიდურესობა არის ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ჩემთან მიმართებაში. სამწუხაროა, თქვენო უწმიდესობავ და მამებო, ვინც ეს ყველაფერი იცით, რომელიც მეც ვიცი, რომ საპატრიარქოში მთელი ამბები იყო, განხილვები იყო ჩემს საკითხთან დაკავშირებით და არა მარტო ჩემს საკითხთან დაკავშირებით. აქ არ იყო პიროვნული რამე. უცოდველი არავინ არა ვართ, ასევე მეც ღმერთმა იცის რამდენი ცოდვა მახსოვს ან არ მახსოვს, მითქვიან არ ვერ მითქვიან ან არ მითქვია, მაგრამ ისეთი ცოდვა, რაც მიუტევებელია, ეს თქვენი განსაკითხი არ არის. მე არ ჩამიდენია, იმედია არ ჩამიდენია. კაცი მე არ მომიკლავს, არავინ არ გამეუბედურებია, არ მიქურდია, არ მომიპარია, ტაძრები არ გამიძარცვია, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება არ ამიგია, შური არ მქონია არავისი ბედნიერებისა და ასე შემდეგ. მე ეს ქვეყანა და ეს ერი მთელი ჩემი გულის სული და გულის ყველა ნაწილით მიყვარს. რადგან ღმერთმა მიაქ მომავლინა, აქ ჩამომიყვანა და აქ შემასხა ხორცი. მაგრამ რაც არ უნდა დიდები იყვნენ, კიდევ ვიმეორებ. თქმელს კარგი გამგონი უნდა. ვიმეორებ, თქმელს კარგი გამგონი უნდა. პირველ რიგში პატრიარქს მიმართა. მეორე რიგში მღვდელმთავრებს მიმართა, ვინც ეს ყველაფერი იცის და მალავთ. მე მესმის ბინძური ჭუჭყიანი ბილიო არ უნდა გამოფინო, ყველამ თვითონ უნდა მოაგვაროს ყველაფერი, მაგრამ იმდენად არის უკვე დაბინძურებული დედა ეკლესია სამწუხაროდ, რაღაცას უკვე საზღვარი აქვს. მე არ მეგონა თუ ესე მომიწევდა ხალხის წინაშე ჩემი თავის წარმოჩენა, ყველა დადგეს ჩემს ადგილას, როგორი ძნელია ჩემთვის ამ ყველაფრის ახსნა და განმარტება, რადგან მე ის ბრიყვინ უღაგონი ვართ, ბავშვივით რო ვიყავი იმიტი რომ მე ესეთი ბრმა სიყვარული და მინდობით ვენდობოდი ყველას და წმინდანების ძიებაში, არა იმიტომ რომ მათ სასწაულები ეჩვენებიდა და მით აღფრთოვანებულიყავი, არასოდეს ამას არ ვეძებდი, რომ იმ სულის მოძღვარი მეპოვნა, რასაც იძახის, როგორც იძახის, რანაირადაც იძახის, რომ იმას წარმოადგენე, თუმცა უნაკლოები არ ჩვენავართ, ასევე მეც. მაგრამ მე იმ გულწრფელობას ვეძებდი და ეს იყო, ეძიებდეთ, დააკაკუნეთ და პოვებდეთ. რაც წაკითხული მქონდა, რაც წაკითხული მაქვს, მე მინდოდა ამ ცხოვრებაშიც რახან წმინდანები ხილულად და უხილავად ყოველთვის ჩვენი სულიერი სიბრმავის გამო არ ნიშნავს, რომ დღესაც არ არიან ქვეყნისანი. პირიქით, დღეს როგორც ცუდი ძალები მძლავრობენ, ასევე ნათელი ძალებიც ბევრი ხორცშესხმით ხილულად და უხილავად ჩვენს გარშემო დაიარებიან და ვინ იცის, ვისი და რისი სახით კიდე და ვის სამუში და რა ღვაწლით არიან. ეს ამაზე უკვე მე თქვენ აღარ მოგაცდეთ. ისე რომ ეს იყო ჩემი ერთადერთი ყველაზე დიდი სიბრიყვე, არა იმიტომ რომ მე ვნანობ, რომ მე წმინდანების გზის პოვნას და ღმერთის გზის ძიებას ვნანობ, რომ მე არ ვინდომებდი ან არ მინდა ან რატომ მოვინდომე, არა, მაგრამ მე ძალიან ვნანობ, რადგან დედა ეკლესიაში ბევრი რამე სწორედ ვარ იყო და ბევრი მომიტევოს პატრიარქმა, ჩემზე კარგად იცის, რომ მიიღება აცემა, ფულები, განსხვავება და ჭუჭყიანი სამოსი ძალიან ბევრი იყო, მე ამას რო ვხედავდი, მე გული მომიკვდა, სამართლიანობას რო ვერ ვხედავდი და მე პატრიარქო თქვენს განგიკითხავდით, იმიტომ რომ თქვენი ღვაწლს მე არ განვიკითხავდი, არამედ თქვენ უმოქმედობას განვიკითხავდი, რადგან არ ნიშნავს, რახან ფულები გაქვს,
რაღაც პატრონი ყავს, რაღაც ვიღაცა თანამდებობის პიროვნებები ყავს, რაც არ უნდა უღირსი, წარწყმენდილი და სისხლით ნაშოვნი ქონდეს ფულები, მოიტანოს საპატრიარქოში ან რომელიმე მოძღვარს შესწიროთ, ააგოთ უდიდესი სალოცავები და იმისი შენაწირი წმინდა და სუფთა და ყველაფერი კარგად ჩანდეს და შეიძლება ტახტრევანის დაუთმოთ, რომელ ბერობაზია და რომელ შეიძლება ეპისკოპოსის გვირგვინიც დაადგათ, აქ ყოველ შემთხვევაში მაღლეს უფალმა უწყის. და თუ კი ვინმე არ აკყავს, ასე ვთქვათ, პატრონი ბჭყალებში და კრიშა როგორც ეძახიან სამწუხაროდ, თუმცა მესმის ქრისტესაც ყავდა განსაკუთრებული, გამორჩეული მეთორმეტთაგან განსაკუთრებული სამების სახით მოციქულები. არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ რასაც იძახით არ უნდა განარჩიოთ ადამიანები, აქ გამოჩნდება თქვენ არჩევთ თუ არა პატრიარქო ადამიანებს და სულებს, როცა მით უმეტეს რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი უკვე ღვთის კანონის წინაშე, ღვთის წინაშე, ზეციერ და დიწიერი ღვთის წინაშე ხელდასხმულია და აღკვეცილია მონაზვნის ხარისხში, როგორც ვეძახით, ანგელოზთა ხარისხში, მცირე ანგელოზთა ხარისხში. მე მესმის ბევრი მონაზონი ვერ უძლებს და ბრძოლებია და გადის დედა ეკლესიიდან და ღმერთმა იცის ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ მათ მოეთხოვებათ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვაგებ პასუხს. პიროვნებას, არსებას, ხორჩესხმულს, ქალს, დედაოთ და მონაზვნად წოდებულს და ხელდასხმულს. თუ კი ღმერთის ნება არ იყო, როგორ ღმერთით ცადა მიწად ჩამოვიდოდა და ამ ყველაფერს შეაჩერებდა, თუ ჭეშმარიტი ღმერთის ნება არ იყო. თუ ჭეშმარიტი ღმერთის ნება იყო, მითხარით, როგორ რახან ამ ქვეყანაში დავიბადე, რახან ამ ერის შვილი ვარ, ამიტომ ვინც და რანიც უნდა იყვნენ, ვისი სახელით, ვისი სული და რა სახელითა და სულითაც უნდა იწოდებოდნენ ეხლა მაღლა, არა აქვთ უფლება მე ვინმეს კონკრეტული, პიროვნული და პირადული მონაზონი ვიყო, ასე ვთქვათ, შვილი, დედა თუ ცოლი ბჭყალებში, რასაც ქვია ამ ცოლის სტატუსს, რასაც ეძახით, ვინც იცის ამას ყველაფერს გაიგებს. მე თავისუფალი ნების ადამიანი ვარ, ჩემი ნებით მივედი, დავბრუნდი დედა ეკლესიაში, რახან გასული ვიყავი, გულისხმობ იმას, დედა ეკლესიის წევრები, რომლებიც ვითომ ეს მოძღვრები იყვნენ, მაგრამ დედა ეკლესიაში არ იყვნენ, და ბევრი ეკლესია, ხუთი ღმერთიაო, ხო, ხუთი ღმერთი იბრძვისო. არ ვიცი რომელი ღმერთების სალოცავში და სასუფეველში არიან, ვინ როგორ წოდებული, მაგრამ მე ქართულ მართლმადიდებლურ სამოციქულო დედა ეკლესიაში აღვიკვეცე მონაზვნად. აი დასტური. ეს არის 2014 წლის 10-დან 16 აპრილის საქართველოს უწყებაში. მე სპეციალურად არ ვასახელებ იმ ჩემი მეუფის სახელი და გვარს, იმიტომ რომ ბევრმა ეს იცით, ვინც არის ეს კიდე აზრი არ აქვს, რომ მე მას დავპირდი, მე შენ არ შეგარცხვე და არ შევაცხო ჩემ მეუფეს. რატომ? მე ვთქვი, მონაზონი ყოველდღე კვდება და ცოცხლდება. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. მონაზნობა ეს თვითონ უარყოფილია თავისა, ცხოვრებისა და შედგომა სხვა გზაზე. შენი სულისთვის პირველ რიგში და შენი სულის საცხოვნებლად პირველ რიგში. და მერე თუ მიაღწევ და გახვალ, უკვე იმ სიდიდეების მიხედვით არის, რამდენს გაიყვან და რამდენს საცხოვნებ და რამდენზე შეძლებ პასუხისგებლობის აღებას. ამიტომ ვიძახი, მე მთელი სულით და გულით
პასუხისმგებელი ვარ ყოველ ჩემს სიტყვაზე, რომ აქ არც ერთი სიტყვა ცრუ და ცილისწამებლური არ არის. მე ვიძახი ფაქტებს კონკრეტულად. ეგრე ბიბლიაში და ყოველ წიგნში არის პირდაპირ გაგებით, არის ზეციერი კანონებით, არის კიდე მესამე. ჩვენ როგორ გვესმით? მე ვიძახი პირდაპირ გაგებითაც და ვიძახი იმ ზეციერი კანონითაც. და ვეუბნები ყველას, პატრიარქო, არ თქვა მე რომ მე შენამდე არ მოვიტანი ამბავი. არ თქვა რომ შენ ეს არ იცოდი. მე მივმართავ ასევე მეუფე იაკობს, არჩილ ავანაშვილს, რომელიც მოძღვარია ეგრეთ წოდებული ვითომ სიონში როდ სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება. მე მათ სპეციალურად მამას არ უწოდებ. მამა ეს ღმერთის სახელია და მამა იცით რას ნიშნავს? შვილოსო დაგიძახებს და მამა არა მარტო მოძღვრის სტატუსის გამო, როგორც ხორციელი სულიერ და გონებრივად და სხეულებრივად თუ ჯანმრთელი ბიოლოგიური მშობლები ყავს მამისა და დედის სახით, ის ყველანაირ შვილებთან ყველანაირი უზნეობის საკითხიდან განშორებულია. ამიტომ ვიძახი, აქ მამა შვილობა ეს არის ფორმალურობა. აქ კიდე საკითხავია, ვინ არის სასაკით მამა და ვინ არის სასაკით შვილი. აქ ხორციელად შეიძლება ვართ ასაკობრივად. მაღლა ვინ არის, ეგ ძალიან კარგად იციან. ამიტომ ვიძახი, თუ მამაა და ღმერთის პრეტენზია აქვს არჩილ ავანაშვილს, მე მაშინ ვერ ხვდებოდი. მე რახან მივედი მასთან ამ ზაფხულს 14 წლის ზაფხულში, რახან წამოსული ვიყავი დროებით მონასტრიდან პრობლემების გამო და მეგონა რომ ეგ რამეს გააკეთებდა და რამეს შეცვლიდა, რომ კიდე შანსი მივეცი საპატრიარქოს, თქვენც უწმინდესობა და ჩემს თავსაც, რომ ბოლო შანსი დავიტოვე, რომ იქნება რამე შეგეცვალათ. იმიტომ რომ რასაც მეუბნები და რაც ყველა მეუბნეოდა და მეუბნებით, ის თქვენზე კარგად მე ვიცი, წარსული, საწყო და დაჟე მომავალიც. მაგრამ იმას არავინ არ იძახის კონკრეტულად რა და როგორ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს არ გაწყობთ. თქვენი მიზნებისთვის გაწყობთ. ასევე მიმიყვანა მეუფე მაპატიეთ მეუფე იაკობთან და ეს ყველაფერი მომაყოლა. მეგონა რომ შეიცვლებოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეგონა რომ ვერ მიხვდებოდი, პასუხი ეს იყო. მეუფე იაკობის რა ვქნა? ანუ ჩემზეა ლაპარაკი. აღკვეცეს. უბრალო ენით გელაპარაკებით, რომ თქვენ გაიგოთ კონკრეტულად რას გულისხმობ. აღკვეცეს, მაგრამ იმ პიროვნებების გადაწყვეტილებით, სურვილით შეცვალეს მისი ბედიღბალი, მისი მომავალი და ეს უნდა შეიწიროს ეს პიროვნება. ჩემზეა ლაპარაკი. თუ არ შეიწირება იმ სახით და იმ ფორმით, თუ არ გადაეცემა სატანჯველა ორთავ სოფელში და ორთავ ცხოვრებით, წმინდანები ვერ გამოჩნდებიან და ვერ გამოჩინდებიან. ეს ესია. და დაიწყო მომიტევეთ ამ სიტყვის ზღაპრები, თუ ვინმე შეგაწუხოს ჩემთან, მოდი ესა და ასე შემდეგ. რომელიც ახლა სიმწვრით მეცინება. მე შეიძლება 2014-13 წლის ზაფხულამდე ბევრ რამეს მართლა ვერ ხვდებოდი, მაგრამ ეხლა უკვე ბევრ რამეს ხვდები. ეგუნათ რომ ვერ მიხვდებოდი. არჩილმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ რისთვის და რატომ მიმიყვანა, მაგრამ ეს თავის ნამუსზე იყოს. ვითომ პასუხისგებლობა რო აქვს ეხლა აღებული ჩემზე, რომ შუამავლად დამიდგეს იქ მაღლა
არ ყოფნის ამდენი ლეგიონი მოძღვრების სახით შუამავლები, რასაც გულისხმობთ ძალიან კარგად გესმით. იაკობიც გინდოდათ, არჩილ ავანაშვილი და თქვენც. ძალიან დიდი ხომ არ არის ჩემი ძღვენი თქვენთვის, ვიდრე თქვენი პატრონობა ეგრეთ წოდებული. რასაც გულისხმობ ძალიან კარგად იცის. ძალიან დიდი ხო არ არის. რაღაც ბალანსი იქნებ დარღვეულია. ძალიან დიდ უბედურობაზე ხوار მივდივარ და ვითომ ფარველობაზე მოდიხარ იმის სანაცვლოდ. სამაგიეროდ რას დაგპირდნენ და როგორ დაგპირდნენ. ძალიან კარგად იცი რომ მე ეს ყველაფერი ვიცი. და იაკობს მიმგვარი არა. მე არავისთვის მისაგვარი არ ვიყავი ჯერ ესეთი. მე მოვედი ნამუსი რო თქვენი დამენახა. მანიცის პატრიარქმა იცისო. ამიტომ სვავ კითხვას. თუ პატრიარქო თქვენ ყველაფერი გითხრა იაკობმა, მაშინ რატომ იყო დაშიფრულად რო ელაპარაკებოდით, რომ კიდე კაი ჩემთან მოვიდა, კიდე კაი სხვა მოძღვრებთან არ მივიდა, კიდე კაი აქ მოვიყვანე და თქვენც და მასაც უხილავად ვისპირდებოდით და რა პირდებოდით, პირობა დაუდეთ მათ, რომ ამ ყველაფერს არ იტყოდით და არ გაამჟღავნებდით. მე ვსვავ კითხვას. თუ ეს ილია მეორეს ეხება და მისთვის არ უნდა გაგემჟღავნათ და არ უნდა გეთქვას დეტალურად იაკობ და არჩილ, მაშინ რისთვის მიმიყვანეთ, თუ გაინტერესებდათ ინფორმაციის გაგება ჩემგან ამოღება, კიდე ვინ ვიყავი, რა ვიყავი და ეს ყველაფერი პირობა მიგეცათ და პიონერული ფიცი დაგედოთ იმის სანაცვლოდ სამაგიეროდ შეგიშვებდნენ და ფრაკებს მოგცევდნენ ზეციერს, სამოსებს თქვენ სურვილისამებრ და პროცენტისამებრ რასაც გააკეთებდით. თუ პატრიარქმა რას თქვენ გაწყობთ ისე დააწყე და ისე მოუყევით ილია მეორეს, შეიძლება არც ეგარ არის გამორიცხული. და თუ პატრიარქმა ყველაფერი იცის, მაშინ რომელ მოძღვრებმა, რომელ მეუფეებმა, ან ასე ვთქვათ, წმინდანებად თუ ღმერთჩემოსულმა თუ ღმერთებმა, ვის წინაშე მალავთ და რას მალავთ, რომ ჩემი მონაყოლი არ მიგეტანათ, არ გეთქვა და მატყურამდე არ მივიდეს. რათა საქმე თურმე ამათ არ გაუფუჭდეთ და ბოლომდე მიიყვანო. მე ვსვავ კითხვას. თქვენ გონიათ მეუფე იაკობ, გაჩერდი და ხმა არ ამოიღო რომ მითხარი, ვერ მივხვდი რასთან იყო კავშირში? რას ქვია ხმა არ ამოვიღო? რას ქვია, რომ ესე ფარულად აკეთოთ ყველაფერი და ბოლომდე მიიღოთ ერისა და ქვეყნის გამო? მე ეს ერი და ქვეყანა ჩემით მიხარია ჯერ პირველ რიგში, რომ მეც რამე ვაკეთო ჩემი ნებისამებრ და სურვილისამებრ. და რა თქვენს მიერ ეგრეთ წოდებული რა მნიშვნელობა აქვს? თქვენც დაერთობით და მასთან ერთად გარიგებაში წახვალთ, რაც ამათმა მოიმოქმედეს თუ ფიზიკურად რაც მაგათ ხილულად თუ უხილავად გააკეთეს თუ იყავით თუ არ იყავით მაშინ. რა მნიშვნელობა აქვს? აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ვიძახი. არჩილ ავანაშვილო, თუ გონია ძალიან კარგად იცი, შენ საქმეებს მიხედე, როცაავლაბრის სამების ტაძარში ბრძანდებოდით და მერე ჯვრის მამაში რატომ გადმოხვედით. ის სია იკმარეთ, რის სიაშიც თქვენ მოხვდით და რომ კანკალებდით, რომ როგორ ჩაგეფარცხა და ჩაგეჩუმებინათ, რომ არ მისულიყო და არ გასულიყო ეს შელონებში, რომ თქვენი მოძღვრობა და თქვენი ადგილი დაგეკარგათ, არამც დაგეკარგათ, თავიც რომ არ დაგეკარგათ. თუ არ იციან მოძღვრებმა,
ეს მე ვიცი. საიდან ვიცი? საიდან ვიცი და ეს არა აქვს მნიშვნელობა საიდან ვიცი. თქვენ თუ გონიათ რომ არ ვიცი რა საიდუმლოებით როგორ კანკალებდით რომ კრიშას რო ეძებდით რომ არიქა გადამარჩინოს ვინმე ძალიან შემსწარხარ. ის იყო და ის დღე რომ მე თქვენგან იმიტომ წამოვედი როგორც სულიერი შვილი რომ გავიგე საკუთარი თავის შემსიზღდა რა საიდუმლო რა გარიგებაში იყავი და ვინ ურჯულო მოძღვრებთან იყავი გარიგებაში. ეგერთი ისე რომ თქვენ უფლება რა გაქვთ ვინმეზე რამე მოღალატის ან მაცდუნებლის სახელი უწოდოთ რომ ეხლა კაი კაცი და კაი მოძღვრ სახელი დაიმსახუროთ რომ სამაგერთ შილმედრები მიიღოთ მე. ეგერთი ასევე მოძღვრებს არა გაქვთ ვერცხლის მოყარეობაზე ან ნაყროვანებაზე ლაპარაკი მომიტევოს არ განვიკითხავ ფაქტს ვიძახი. ვინც მრევლი თავიანთი ოჯახების მანქანები გინა, რემონტები გინა, შვილები გინა, ჩაცმა დახურა გინა, ბენზინები გინა თუ რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა ამოხადეთ მრევლს სული უკვე. ასევე არა აქვთ უფლება მრუშობებზე, ცილისწამებებზე მაინც და მაინც ფაქტი უნდა გეკაოს რომ ხეცივით ვინმე წინა გიფრიალოთ და დაგანახოთ და ამით დაგაშინოთ ეს არის მოძღვრობა. ღმერთის მაშინ აღარ გეშინია და აღარ არსებობს თქვენთვის ღმერთი. რა ვიცი, ჩვენაირ უბრალოებს ღმერთს ანდობთ ყველაფერს და იტყვი და განკითხვას იძახი და განკითხვას და განხილებას რატომ არ ასვავებთ? ან რომელ ნაყროვანებაზე გაქვთ თქვენ ლაპარაკი ცხვირამდე აქვთ უმეტესება მოძღვრებს ღიპები ასული. რომელ ნაყროვანებაზეა ხო ვერ მეტყვით ლაპარაკი? რომელ ფულების არ მოყარეობაზეა მანქანები და ჯიპებით დაიარები და მრევლს აყიდინებ და ხანრას იტყვევებით მე და ხანრას. რომელ ტაძრების აგებაზეა? ღმერთმა ადიდოს ყველა ტაძარი აქაც და იქაც და განაშვენოს, მაგრამ ყველაზე დიდი ტაძარი მე ვარ. ყველა ნებისმიერი ხორციელი ადამიანია. თქვენ ტაძრად უნდა გადააქციოთ. ამდენი მათხვარი და უბედური ადამიანია. რომელმა ერთმა აიღეთ, თუნდაც ეკლესიებში სავსეა რომ დადგეთ და თითო ადამიანი მაინც თქვენ პასუხისგებლობაში აიყვანოთ უბნების მიხედვით, სადარბაზოების მიხედვით, სახლების მიხედვით, რომ ვინ როგორ კვდება შიმშილი და სიცივით. თქვენ კიდე ბენზინებით დაქრიალოთ. მესმის რომ მანქანა აუცილებელია. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ის სახლი და კარი, ვისაც შეშურდეს თავისი ოხრა დაურჩეს, მაგრამ თქმერს კაი გამგონი უნდა. ბევრია ისეთები, ვისაც არა აქვს, მაგრამ უარესი ცხოვრებით და იმით ცხოვრობენ. ამიტომ მაგით მე არ განვიკითხავ. ძლიერი უნდა იყოს მოძღვარიც, ეკონომიურათაც და არ უნდა მიეჩვიოს ბოდიში და მათხოვრობას. და თქვენ არა აქვს მნიშვნელობა. მათხოვრად იქეცით უმეტესობა და მათხოვრად გადააქციეთ მრევლი. ისე რომ ამას მადლში ფარავთ. რატომ შევარდა ქრისტე და ვაჭრობის ბუდეთ გადაგიქცევია თუ რატომ არ ეუნებით ეკლესიები ვაჭრობის ბუდეთა გაქვთ გადაქცეული. წმინდანებად ვისაც კვეცავთ და ვისაც მომიტევეთ, ვისაც რიცხავთ, ისიც ვაჭრობის ბუდეთა გაქვთ გადაქცეული. ამოდენას სანთლები და ისინი შედის. კაია რომ ეკლესია მონასტრებს ახმართ. რამდენ საპურებთ გამაგებინეთ? გარეთ დავარდნილებს, დავდობილებს, გაუბედურებულ ბავშვებს, უპატრონოებს, ქალებს, კაცებს. სავსეა ქუჩაში დღე არ გავა რამდენი სიცივი და უბედურობით. ადრე მამები და დედები რასაკეთებდნენ? გადიოდნენ რომ ხვაწლი მიეღოთ რომ ვიღაცა თუნდაც ერთი ადამიანისთვის რამე პურის ფული მიეცათ და ამით ღვთისწინაში ყველაზე დიდი გზა გაეკეთებინათ. აი ეს არის ტაძარი. აი ეს არის ნამდვილი ტაძარი და რადგინაც სასახლეები. ან ეს ბუტაფორია თქვენ გონიათ იქ სასახლის დაიდგამთ? ვერ დაიდგამთ. ბოლო ჟამია, სავსეა მოძღვრებითა და დედებითო, ჯოჯოხეთიო. ნუ იტყუილებთ თავს. მოტყუები და უბედურობით
ვინ როგორ მიიღო სახელი და ტიტული, მაგით არა, როცა ღმერთის წინაშე მეც წავდგები, ღმერთს ვეტყვი, ჩემი ნებელობა არ იყო, ჩემი სურვილი არ იყო და ოკულტიზმის, მაგიისა და შავი ძალების გამოყენებით მოძღვრების ნამოქმედარი იყო ეს მეთქი. და რახან არ ვიცი რა რას ვუწოდო და რა რას ქვია, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით ვითომ რაღაცას ყიდულობთ და მადრს მაძლევ და ასმაგად ისეთ რაღაცას იღებთ იმ სახლში და სალოცავში შესვლით, როგორც არაფერი. იცით ვინცა ვარ, მაინც განმიკითხავთ. იცით ვისი და რა სახი და რატო მოხდა, მაინც განმიკითხავთ. და თქვენ ხართ მოძღვრები? თქვენ ხართ დედაოები? თქვენ კარგად ელოდებით გაფწყნებას მეფესა და დედოფალს. დიდება ყველა ჭეშმარიტს, ვინ არ ელოდება ამას, მაგრამ ვისი სახით და ვისი ძალით, ვისი უბედურობის ხარჯზე, ნამუსი როგორ ყოფნით საერთოდ, ფეხებიდან მიწა როგორ არ გეცლებათ, რომ თქვენ ან ტაძრებში ხართ ეგეთი მოძღვრები, ან წირავთ და ან საერთოდ ხმას იღებთ ვინმესე. ამიტომ ვიძახით, ყველამ თქვენს სულებს მიხედეთ, შეგიძლიათ რამე, ის კი არ უნდა უთხრათ, ვაიმე რა ვქნა მართალი ხარ, მაგრამ არ შემილია მეშინია, იმათ ვერ დაუპირისპირდები, იმათ ვერ გადაუდგები, როგორ კარგად ქადაგებთ ერთი ცხვარის გულისთვის თავი უნდა შევწიროთო, როგორ ცხვარზე მეტი აღარა ვარ, ან მე ან ნებისმიერი? იმიტომ ვიძახით, წიგნობრები და ფარისევლები ხართ. თორე ჩემი ცოდვა უარებელია. მე გულწრფელი მაინც ვიყავი და ბევრ ცოდებთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე კარგი, არავის გულისთვის, ანგარებით არასოდეს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, ჩემ ცხოვრებას არ ვიწყობდი. რატომ არ ეუბნებით? ეგრეთ წოდებულებო, ეს საქართველოს დიდების ხატია. ეს ხატი ჩემთან, ჩემს მიმართებაში რა შუაშია? რატომ არ ეუბნებით? ერს ვერ გაიგებენ და საიდუმლო დაფარო მართალია. მაშინ ვსვავ კითხვას, ესეთ კითხვას გისმევთ. ცოდვა რა არის? ცოდვა არის გონებრივი, ფიზიკური, გულისმიერი, ხედვისმიერი, სმენისმიერი და ასე შემდეგ. ძილში, ცხადში და ასე შემდეგ. მოქმედება, ხო? მოქმედებაში მოყვანილი. ცოდვა ეგ არის. თავარი ჩადიხარ. თუ ცოდვა ჩადენილი საქციელია, გეთახმებით რომ ეგრე უნდა იყოს. როგორ ჩადენილი საქციელი ცოდვა, გჭირდებათ ცოდვა, გჭირდებათ არ არის ცოდვა? გჭირდებათ ის ცოდვა, მადლი და წყალობა, თურმე უნდა დაფარო, დაითმინო, მოითმინო, გაჩერდე და ღმერთის გასული წმინდით მადლი მიგეწყობა თურმე და რახან თქვი, არ გაჩუმდი, თურმე ჩადენილი აღარ ყოფილა ეხლა ცოდვა. თქმა ყოფილა და აშკარაობაზე გამოტანილი ყოფილა ცოდვა. მე თქვენ გეუბნებით. სად ხართ ჭეშმარიტებო და ნამდვილო სულებო? რაზე ალაპარაკი აქვს საერთოდ გამოგებინეთ? ცოდვა, ცოდვა. გინდა ღმერთი ჩამოგივიდეს და გითხრას არ არის ცოდვა, ცოდვა, ცოდვა. და ცოდვა არის ის, რომელიც ადამიანმა მით უმეტეს არ იცი, იცის იმ წარწყმენ დილემა ეგრეთ წოდებულა მოძღვრება, რა რის სახით უნდა გაიკეთონ, თვითონაც უნდა მიიღონ. საჩუქარი ასე რო ვთქვათ, მე მესმის შეიძლება ვიღაცა დასაჯო, ვიღაცისგან რაღაცა გააკეთოთ თქვათ, მაგრამ თქვენ რომ იღებთ, თქვენ სასარგებლოდ რო აკეთებთ ყველაფერს და მერე ყველაფერს პიროვნულს უაბრალებთ თურმე, პიროვნული ცოდვისგან ყოფილა თურმე ყველაფერი და ის საიდუმლო გინდათ დაფაროთ, იმით ამაზე დიდი გახრწნილობა არსებობს რამე ეთიკა მაგებინეთ.
რას ქვია არ უნდა თქვა? მე ყველაფერს ვიცახე, რატო აქამდე არ ვიცახდი? რაც მე ვიცოდი, იმიტომ რომ ჩემს ბუნებაში არიდო რამის თქმა. რაც მე ვიცოდი, თელ დედამიწაზე ვინ დაიტევდა, მაგრამ ჩემს ხასიათში და სულში ეგარიდო, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ეხება, ჩემს პირადულს და მომავალს ეხება. რას ქვია შეგეწიროთ? რას ქვია საქართველოს და ერისგულისთვის თავი დავდო? ის თავდადება და შეწირვა ჩემი სიყვარული და ჩემი ბუნებრიობით უნდა მოხდეს, როგორც ნებისმიერი ადამიანის. ის ჯვარი ჩემი სურვილით უნდა მოხდეს, რომ გადამომცეს უფალმა, რომ მე ვიცოდე გააზრებულად, რომ ის უნდა უთხრა, დიახ, მინდა უფალო, ავიღებ, მაგრამ როცა არ მინდა, უარზე ვარ და არ მსურს, რა ჯვარს მაწვდით ვერ გავიგე? ვის გულისთვის, ერისა და ქვეყნის გულისთვის? როგორ, როცა ერისთვის და ქვეყნისთვის ლოცლოდი, როცა ჩემს პირადულზე ლოცლოდი, როგორ, უფალმა პირადული გადაშალა და ყველაფერი დანარჩენი მიიღო, შეიწირა? თქვენთვის ასული მაღლად გაშვებული სიტყვები შეიწირა, რას თქვენ გაწყობდათ, ისე გადაალაგეთ, დააწყდა, უფალს წარმოუჩინეთ და რაც მე მინდოდა, ის აღარ მიიღო? გადამოქეკა ყველაფერი? როგორ, ღმერთის აღარ ესმოდა და არ ესმის, რომ მე ქალწულობის მამაკაცთან სარეცლის გაყოფაზე უარი ვთქვი და ამას ხორციელი სიკვდილი და თვითლიკვიდაციას ვამჯობინებ და პირობა დავდი აღვასრულებ, ვინც ამას უიმოქმედებს და ვინც ამას ჩემს გონებას უზდა სხეულს სხვადასხვა ძალებით შეცვლის ან შემაცვლინებს მეთქი. როგორ, რისთვის მოვდიოდი მე თქვენთან? რა, როგორ დაფრინავდით ცაში, ეს მაინტერესებდა? ძალიან კარგად იცი, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილო, მე ვიცი, რომ შენ ვინახარ, რა ჯვრისა და რის სახელის მატარებელი ხარ. ასევე გიორგი ბასილაძე, გაბრიელ ურგებაძე, გაბრიელ ოდიშელიძე, გიორგი პავლოვ, მაია კობახიძე, ლეონტი ჟვანია, ფილარეტ კუდინო, დავით რიჟამაძე, იოანე ოლარ. ძალიან კარგად იცი და ილარიონ სამხარაძე. აი ეს ილარიონ სამხარაძეა. ამა წლის, უпростоრედ 2011 წლის 37 ნომერი საერთო გაზეთი. მაშინ მდუმარეებში იყო. ცხედრებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ. პატრიარქო, შენი სიცოცხლის ბოლომდე ნამუსი მაინც თუ გვაქვს რამე და სულად მაინც თუ გთვლი ჩვენ. ის გააკეთე, რომ აი ეს სიტყვები არ გაამართლო, თუნდაც ჩემი ერთი გადარჩენით. იმიტომ რომ მე არ მსურს ის, რაც მათ სურს და რისი სახელობის ტაძარით სურს. ჩემი სიკვდილის და როგორი სიკვდილს გულისხმობ, ძალიან კარგად ვიცი. აქ განგიკითხავს, როგორი სიბინძურეებით ეკუთვნოდა თურმე პატრიარქობა, როგორ მოკლეს, როგორ შეცვალეს ანდერძით, თურმე ეს იყო პატრიარქი. კიდე კაი ეს არ იყო, მე არ ვიცი, ვის რა მიკიცხვით. აი ეს პიროვნება, რომელიც შარვალ ჩახტილი დამრისხოს ყველა ძალემა თუ ამას მე ვიტყვებოდე, შარვალ ჩახტილი ეგრეთ წოდებული მრევლთან სპეციალური ტრუსიკი აცვია ერთ ხელში, თუნდაც სალოსურად ჩავართვა და მინიშნებებია ყველაფერი. გასაგებია, მე არც ისეთი დაბალი სულისავა, რომ არ მესმოდეს, რომ მინიშნებები ყველაფერი რაღაცას ნიშნავს. აწეული ანაფორო ჩარვა ჩახტილი სუმთლად შიშველი სურათებს იღებს და ქალებს ეუბნება, მე აქეთ-იქით კუპალნიკები ჩაიცვი და ამომიდექითო. და ესეთებთან ტაშფანდურით. აი ესეთი თავისი სხეულის წარმოჩენით
ვითომ სალოსი ეს უნდა იყოს პატრიარქი, უნდა ყოფილიყო? რატო იმას არ იძახით? როცა საპატრიარქოში მანამ გამოაგდებდნენ, რომ ვისთან ბორიალობდა ლოგინში და ვისთან მიუსწრეს კაცებთანაც და ქალებთანაც, რატო იმის სახელს არ იძახით? არ გინდათ მრევლო იცოდეთ? თუ სიმართლეა, სიმართლეს ვიძახი. ხო ყველაფერი ისტორიაა, ყველაფერი. დაწერეთ ეს ისტორია, აჩვენეთ ფაქტები, იქნება მე ვტყვი ვარ. მე მესმის რომ სიბინძურეები არ უნდა თქვა. მე სიბინძურეს იცი რატო ვიძახეთ, ჩემი თავი მესისხება, იმიტომ რომ ვისთან აქ თქვენ საერთოდ ხმა მოსაღები. ვისთან ერთი გამაგებინე. ამ ძნედაცემულს 80 წლამდეა რამის მიღწეული ამას აკეთებს და თო ვერ უგებენ? რას გვია? ვინ დანიშნა ჩემი თავი ან მიუძღვნა მას? ჩემი თავი. მაია კობახიძეს მივმართავ. შენ ვინ მოგცა უფლება, მაია კობახიძე? ჩემი სისუსტეები და ჩემი უცოდინარობით. ბოდიშდესე, ახან ბევრი ციხეზე და წმინდანების ძიებაში ვიყავი. აგვათრიეთ ამოდით. დიდი მამაო და თურმე რისთვის აკყავდი? რის მისანიშნა და რის მოსაძებნა და რისთვის იყო ეს ყველაფერი? ჩემი გული გამოიყენე. ეს ის მაია კობახიძეა. ყველაფერი ამის შემდეგ რა გინდა მამებს? საქმე გაუფუჭოვო? რა საქმეზე იყო ლაპარაკი? თუ პიროვნულად მარტო მე მეხებოდა, როგორც თქვენ იძახით, მამები რაღაცუაში იყო. აი ელემენტარულად უვიცი ბავშვიც მიხვდება ამ კითხვას. მამები რაღაცუაში იყო. თუ დავით რიჟამაძე კონკრეტულად პიროვნებაა და მისი სისუსტეებია ბევრთან მიმართებაში, მამების საქმის გაფუჭება რაშუაში იყო. ან დავით რიჟამაძეს აი ამ ზნედაცემულის ყველა მონასტერმა და ტაძარმა რო გამოაგდო, კალისტრატემ გამოაგდო, შიომღვიმიდან გამოაგდეს. არც ერთ მონასტერში ეს არ გააჩერეს და შალამბერიძემ მიიღო ეხლა. რატომ? რახან გიორგი შალამბერიძეს მივმართა მეუფეს. ბასილაძეს მეგობარი იყავით და ეს გახრწნილი მის სულიერ შვილად რომ მოიაზრება ვითომ ერთ-ერთს. ჯერ სულიერი შვილი. მითხარით, ვიდეოებით არ უნდა სპეკულირებდეს, ვინ ვისი გამგრძელებელია და ვიში განხორციელდება, რომელიმე მამა ან დედა, ეგ არავინ არის, ეგ ფარულია. ვიდეოებით და სურათებით დასტური, ეს მხოლოდ ხალხის დასანახა და რეკლამისთვის არის. აი, როგორც ამ წიგნებს გასაგებია, რომ ბრევლში გავიდეს და ხალხმა გაიგონ, რომ ყავს ჩვენ დიდები და წმინდანები, ამას მეც ვესწრაფოდი. მაგრამ ეს ის ზნედაცემულია, ვითომ ბერი გიორგი შალამბერიძეს ვიძახი.